4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლოებს და გამოტანილ განაჩენებს ეხმაურებიან ქართულ ოცნებაში. 4 ოქტომბრის მიზანი რა იყო, ხო? საბოლოო ჯამში მიზანი იყო, რომ მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება და ამ გზით მოსულიყო ნაციონალური მოძრაობა, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების სათავეში. ეს იყო მიზანი. და ამის შემდგომი ნაბიჯები იქნებოდა, რომ გარკვეულწილად საქართველოს გამხდარიყო ერთ-ერთი პლაცდარმი რუსეთზე პირდაპირი, ასე ვთქვათ, შეტევის. თურმე ის რომ მიხვალ და ხელისუფლებას ხელში აიღებ, ამას ქვია შვიდობიანი დამხობა. ან ქვია დროშების რევოლუცია. ყველა სახელი დაარქვეს გარდა იმისა, რაც გააკეთეს. ჩვენ ხო ვიხილეთ, რომ ძალაც იყო და რასაკვირველია კიდევ ბევრი შეკითხვაზეა პასუხი გასაცემი თურისთვის იყო შემოტანილი მაგალითად დასაფეთქებელი ნივთიერებები იმ პერიოდშივე რას ემსახურებოდა ის საწყობები იარაღის რომელიც აღმოაჩინა სუსმა